საღამომშვიდობს, ბატონო დავით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. თქვენ ახსენეთ მართლმსაჯულების პრობლემები, რომელიც ჩვენ ახლა ესე პირდაპირ ხედავთ და უყურებთ თუ როგორ ეპყრობა ეგრეთ წოდებული ხელისუფლება სინდისის პატიმრებს. ალბათ ეს რა, ძალიან კარგი რომ ამ თემით დავიწყე და ეხლა უცბად გამახსენდა. ჩვენ ისინი ექიმებითო ჰიპოკრატეს ფიცდებენ. მოსამართლეები დებენ ფიცს, როცა იმას იღებენ. აბა დავალება ეს ანუ არსებობს ფიცი? რა თქმა უნდა, არსებობს ფიცი. მე მაგალითად, როდესაც 2010 წელს გავხდი მოსამართლე, ფიცი დავდე. ტექსტი არის ესეთი, რომ შენ დაიმორჩილებ მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს და არაფერს და არავის სხვას. ესე იგი ფიცდადებულები არის. რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ მაბატეოს ერთ ვახტა ეს ვიღაცა რასწორ უცნაური გარეგნობის კაცი იყო ეს თეთრაული ვინმე. თუ ფიცია დადებული მაგდალოცვეს, შეიძლება იმის ქვეშაა, სანქციების ქვეშაა. ფიცის გატეხვა ნიშნავს უკვე თუ კი სანქცია დააწეს. ამერიკელებმა დააწეს. რატო ზის სასამართლოში? მარტო მაინტერესებს, იცი? თუ კი დაუშვათ, გაიხსენეთ პირველი მოსამართლეები დაასანქცირეს რამოდენიმე წლის წინ ჩინჩალაძე მურუსიძის ის მოსამართლეები რატო არიან? დიახ. თქვენი აზრით. კი ბატონო. პირველ რიგში ჩვენ სოლიდარობა უნდა გამოუცხადოთ იმ სინდისის პატიმრებს, პოლიტიკურ პატიმრებს, რომელიც თქვენ აღნიშნეთ და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გამოგონილი ბრალებით კანონმდებლობის დარღვევით, რა თქმა უნდა და არაკონსტიტუციურად ისინი დღეს საპრობილეში არიან. მათი დიდი მათგანი 60-მდე პოლიტიკურ პატიმრები გვყავს. იცით და მათი დიდი ოდენობა უკვე მეორე ინსტანციაში წავიდა უკვე საქმეები, იმიტომ რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე ჯალათებმა კარგად შეასრულეს მათზე დაკისრებული ეს უფლებამოსილებები ბჭყალებში, თქვენ ფიცი ახსენეთ და ეს ფიცი როცა მათ ეს ფიცი არ დადეს ქართული ხალხის წინაშე, მათ ეს ფიცი დადეს იმ დასანქცირებული პირველ ეტაპზე როცა დაასანქცირეს ჩინჩალაძე მურუსიძე, მათ წინაშე აქვს დადებული ეს ფიცი და ზუსტად ამ პრინციპით არიან ისინი შერჩეულები ახლა ამ სინდისის პატიმრების საქმეებისთვის სპეციალურად და ამიტომ დაარქვა მათ ხალხმა ეს ჯალათი მოსამართლეები, რომ იმათ რასაც შეუკვეთავს ჩინჩალაძე მურუსიძის ეს კორუფციული სინდიკატი, იმას გააკეთებენ და იმას აკეთებენ სხვა მოლოდინი ჩვენ არც გვაქვს. ახლა კითხვა ისმის თუ რაში ჭირდება მაგალითად ეს რეჟიმს და რაში ჭირდება ივანიშვილს. ჭირდება იმისთვის, რაც თქვენ ასევე უკვე აღნიშნეთ, სავაჭროთ, ვაჭრობისთვის, იმისათვის, რომ მათ აღიარება არ აქვთ როგორც ქვეყნის შიგნით, ესეც მოგეხსენებათ და მოეხსენება ჩვენ ტელემაყურებელს, ასევე ქვეყნის გარეთ და ალბათ ქვეყნის გარეთ დაიწყეს უკვე ვაჭრობა ამ სინდისის პატიმრებით. ამას ასევე ჩვენ უნდა დავამატოთ ის ეგრეთ წოდებული დრაკონული კანონები, რომლებსაც ძალიან დაჩქარებული წესით კი, ძალიან დაჩქარებული წესით იღებენ ამ კანონებს, ხო, ამ ცვლილებებს, რომელიც არის ცალსახად არაკონსტიტუციური, არაკონსტიტუციური, არასამართლიანი და ეს აუცილებლად დაექვემდებარება გადახვედვას თავის დროზე, იმიტომ რომ როდესაც შენ თავზე ირიგებ კანონებს, ჩვენ ამის გამოცდილება უკვე გვაქვს, წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა ამას ადგილი და როგორ დაამთავრა წინა ხელისუფლებამ, ესეც გახსოვთ და აუცილებლად ესე დაამთავრებს ეს ხელისუფლებაც, იმიტომ რომ ნიშნები იმისა, როგორ იქცევა ეს ხელისუფლება წინა ხელისუფლების მსგავსად, სადაც ასევე მე მაღალ თანამდებობაზე ვიყავი, გახსოვთ ესეც და პირდაპირ უყურებდი ამას ყველაფერს და ვხედავდი, ანალოგიურად იქცევიან ესენიც ახლა და მათ შორის ფაქტობრივად განსხვავება არ არის მეთოდებს შორის და ეს კანონმდებლობის ცვლილებებით, საკანონმდებლო ცვლილებებით, აი რომ აიყოთ ახლა თქვენ 2011-12 წლის ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები ერთ-ერთში თავისი მორალით, თავისი არსით თუ რას ემსახურებოდა ეს, რომ ემსახურებოდა რეჟიმის შენარჩუნებას,
ერთი კაცის ინტერესებს, უბრალოდ პერსონებია შეცვლილი, სხვა არაფერი არ იცვლება აბსოლუტურად. შემსრულებლებიც კი იგივე ყავთ, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პოლიციის დონეზე, ასევე მოსამართლეების დონეზე, ასევე პროკურორების დონეზე და ეხლა ეს ამდენი დამთხევა ხოლმე ერთად არ შეიძლება და თან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საერთოდ ეხლა ეს წინასწარ მეტყველება რაღაცეების უმადური საქმეა და რაღაც, მაგრამ ძალიან ბევრი რამ ემთხვევა, რაც შესთქმებიც ქონდა წინა ხელისუფლებას, ესენი ორმაგად იმეორებენ. მე საუბარი მაქვს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებების დარღვევა და ბევრი სხვა დარღვევები, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო თვეების განმავლობაში. საუბარია იმაზე, რომ მაგალითად, ერთ-ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რაც ჩვენთვის ესე თვალნათელია და ხელშესახებია და შორს რო არ წავიდეთ, 24 თებერვალს მოხდა ჩემი დაჯარიმება, როგორც ასობით ადამიანის 5000 ლარის. ეს ის დღეა, როდესაც თქვენ და თქვენი ქალიშვილი მე შემხვდით რუსთაველზე. ეს იყო ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორია და როდესაც რუსთავი 2 იყო და საზოგადოებრივი მაუწყებელი. ორივე კი ითხოვდნენ და მოვიდა თეონა და თეონაც უნდა ჩაეწერათ, გაგახსენებთ ამას. მოკლედ მეთქი ჯერ თეონა ჩაწერეთ და მე მეოდე ჩვენ საუბრობდით. ამის მერე სადღაც 5 წუთი დაჭირდა თეონას ჩაწერას და მე ჩავეწერე. და აი წარმოიდგინეთ, მე შემიდგინეს ეს სამართალდარღვევის ოქმი. რა იდიოტები. ზუსტად იმ ადგილას ვიძეკი, სადაც თეონა. უბრალოდ ტროტუარზე იდგა მე მგონი თეონა რა და ხო და ამის შემდეგ რა ხდება? გავასაჩურეთ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ანუ ეს ჯარიმა ზემდგომთან და გამოვითხოვეთ იმავდროულად მტკიცებულებები. იცით რა მტკიცებულებები მივიღეთ? მე რო ვდგავარ რუსთავი 2-ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების წინ და ვაძლევ ინტერვიუს. ახლა ისმის კითხვა. ერთია დაცული სიკეთე, რომ ეს ჟურნალისტები მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო ეგრეთ წოდებულ სამთავრობო მედიას წარმოადგენენ, ხო? ეს ჟურნალისტები დაცულები არიან, რომ მათ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა არ მოხდეს. ხო, ამას მოქმედ კანონმდებლობა იცავს, მაგრამ იმავდროულად, როდესაც პოლიტიკოსი დგას ამ ჟურნალისტების წინაშე და აძლევს ინტერვიუს და მას უდგენს სამართალდარღვევის ოქმს. ისმის კითხვა, ამ ჟურნალისტებს შეუდგინეს? რა კარგი არგუმენტები მოგიზარდეთ. მეორე არგუმენტი ის არის, რომ ანუ ნახეთ ახლა როგორი არაკომპეტენტურები არიან. ეხლა ამან ვინც ეს ოქმი შეადგინა ჩემს მიმართ, მას ზემდგომი ხო ყავს. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ როგორი აბსურდული სიტუაცია იქნება, რომ მე მათ დამაჯარიმონ, მე ამის შემდეგ რა თქმა უნდა მე ამას გავასაჩივრებ სასამართლოში, რომელიც არ გვაქვს, მაგრამ ფორმალურებს დავიცავ და იმავდროულად ვაპირებ სტრატეგიას პირდაპირ ეთერში გეუბნებით, იმავდროულად გავასაჩივრებ საკონსტიტუციო სასამართლოში იმ ნორმას, რომელიც არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური და როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ყოფილი საკონსტიტუციო თავმჯდომარე არაკონსტიტუციური ნორმის შესაბამისად ჯარიმდება. მე ხო ეს ასაჩივრებს იმ სასამართლოში, სადაც სამწუხაროდ უმრავლესობა მოსამართლეების ფაქტობრივად ხელისუფლების დანამატად იქცენ, ძალიან მწუხვარ ამას და იმავდროულად რა თქმა უნდა, როცა ქვეყნის შიდა ინსტანციები ამოიწურება საერთო სასამართლოში, გავასაჩივრებს სტრასბურგში და მე არ მგონია რომ ახლა სტრასბურგი როდესაც ამას ნახავს და იქ აპლიკაციას წაიკითხა ხდია. მე გაგახსენებთ ახლა თქვენ ისტორია ახსენებთ. გაგახსენებთ გახსოვთ ხომ ქალბატონ წულუკიანი როდესაც იუსტიციის მინისტრი იყო და გამოდიოდა და ეს სასამართლო რეფორმა როცა დაანონსა და ეს ტალღები და ჩინჩალაძე მურუსიძეს ემუქრებოდა კანონის შესაბამისად, რომ ისინი მიიღებდნენ შესაბამის ზომებს და ისინი მიიღებდნენ შესაბამის სასჯელებს, რასაც ისინი იმსახურებდნენ. რა მოხდა ამის შემდეგ? ამის შემდეგ მოხდა ეს ფორმალური ტალღები და ისე მოხდა, რომ ეს ჩინჩალაძე მურუსიძე გადმოიბარეს და ისე გადმოიბარეს, რომ იმდენი რაღაცები გაუკეთეს, როგორც კონსტიტუციურ დონეზე, ასევე საკანონმდებლო დონეზე, რომ ფაქტობრივად შეუქმნეს სრულიად ინდულგენციები ამ ადამიანებს აქციად მოსწრა და კითხვაზე თუ რაში ჭირდებოდათ ეს ჭირდებოდა ზუსტად აი ამ მომენტისთვის, როდესაც
არჩევნები, გაყალბებული არჩევნები ფაქტობრივად მათ საბოლოოდ ეგრეთ წოდებული გაპროებას ასწრებს. მათ გააკეთებიეს. შემდეგ სარჩელი სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც წარდგენილი იქნა, იქაც იგივე გააკეთეს საკონსტიტუციო სასამართლო ფაქტობრივად ახლა დაიქვემდებარეს თავიანთი ამ ჩინჩალაძე მურუსიძის კლანის წარმომადგენელი გახდა ახლა მოგეხსენებათ ახლახანს რამონ ერთი თვეა ნადარაია რომელიც იყო უზენაეს სასამართლოში და თქვენ რომ ნახოთ უბრალოდ ის გამოდიოდა უზენაეს სასამართლოს კონკურსზე რა პასუხებს სცემდა დღეს დადის ლეგენდები დადის იმაზე და ადამიანი ამ დროს ხდება ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აი ამისთვის სჭირდებოდა ეს ყველაფერი ივანიშვილს, როდესაც ხო იმორჩილებდა ბოლომდე ამ სასამართლოს და დაიმორჩილა კიდეც, მაგრამ ჩვენ ესე არ უნდა შევხედოთ ახლა სასამართლოს, რომ იქ არის მარტო ნადარაიას მსგავსი მოსამართლეები, იქ არიან თქვათ ეგრეთ წოდებული ჯალათი მოსამართლეების მსგავსი მოსამართლეები, არის რამოდენიმე ათეულობით მოსამართლე, რომლებიც მაგალითად გავხსენოთ იგივე ხუჭუას, რომელმაც საარჩევნოთან დაკავშირებით მიიღო ძალიან დასაბუთებული და კარგი გადაწყვეტილება. ზაზაგულის მეგრელები ყავთ გამოყვანილი რენეგატებად. ხო, ნუ მეგონი ჯინი მეგრელებია. და შესაბამისად არიან ათეულობით პატიოსანი მოსამართლეებიც, მაგრამ ისინი ვერ ქმნიან სამწუხაროდ დღეს ამინც, იმიტომ რომ ამ დასანქცირებული ჩინჩალაძე მურუსიძის ამ კორუფციული სინდიკატის შესაბამისად სქემა არის ესეთი. დავალება მოდის ზემოდან, ივანიშვილიდან, მერე ესენი არჩევენ შესაბამის იმ ლოიალურ მოსამართლეებს, რომლებსაც ასრულებენ ნებისმიერ საქმის გადაწყვეტას. სულუკიანის ეს ფანტაზიები იყო თუ რა იყო, აზე არა ვარ. ის უნდა გათამაშებულიყო ლატარიის ისა ბარაბანზე უნდა გასულიყო მოსამართლეებმა არ უნდა იცოდნენ რა საქმე მიდის მათთან საერთოდ მოშლილია ელექტრონული გადაწილება ხო ელექტრონული დიახ ელექტრონული გადაწილების ცვლილებები ნახეთ ეს შევიდა რამოდენიმე წელია ეს მუშაობს, მაგრამ როდესაც ეხა არჩევნების არ იყოს, როცა ბერკეტები შენ ხელშია, ამის манипуლირების საშუალება მათ მაინც დაიტოვეს და შესაბამისად ამით манипуლირებენ. თან ნახეთ ეხა ჩვენ დღეს ვიმყოფებით ამ ვახსენებთ ხო ამ აბსურდის თეატრს, აბსურდ თეატრი გვაქვს ასევე სასამართლო მართლმსაჯულების ნაწილში და რას ნიშნავს ეს? გვაქვს ეგრეთ წოდებული ქოცური სამართალი, რაც ნიშნავს იმას, რომ უკუღმა იყოს გაგებული სამართლის ძირითადი პრინციპები და კონსტიტუციური პრინციპები, ამოტრიალებულად. აი, როგორც 1984-ში, აი ეს ცნობილი წიგნია. ხო იცით, აი, მაგალითად სიმართლე არის ტყუილი, იქ სხვა რაღაცეები არის პირიქით 180 გრადუსით უკუღმაა და მთავარია რომ მათ თავიანთ მიზნებს მიაღწიონ, ანუ კორუფციის ნაწილში არ ქონდეთ არანაირი ხელი შეშლა, ნეპოტიზმის ნაწილში არ ქონდეთ არანაირი ხელი შეშლა და ეს შეკვეთილი ეს ყველა საქმეები მიიყვანონ ბოლომდე რასაც რეჟიმი უკვეთავთ. ეს არის მათი ძირითადი ფუნქცია. ამ პროტესტს ვერსად ვერ წაიღებ. ნუ ეხლა იქ თუ ახლა ამ წუთში ვთქვათ არ იკრიბება იქ 100,000 და 150,000 ადამიანი რომელიც აპროტესტებს ხო ეს პროტესტი არსად არ მიდის რა თქმა უნდა არსად არ მიდის და გავიხსენოთ ჩვენი 28 ნოემბერი კობახიძის ის სამარცხვინო განცხადება ევროინტეგრაციის ფაქტობრივად გაჩერებასთან დაკავშირებით. რა მოყვა ამას? ეს იყო ფაქტობრივად ის და ხო და თქვენ წეგან რადგან კობახიძე ვახსენეთ, თქვენ წეგან აღნიშნეთ, რომ კობახიძე მართავს პროცესს. ესე არ უნდა გავიგოთ. კობახიძე არის შემსრულებელი, რომელიც ამ ეტაპზე ივანიშვილმა ესე გადაწყვიტა. კაცირავს საწყალს მე. ხო და ნუ ეხლა ეგ როგორ მთავრდება ხოლმე თქვენ კარგად მოგეხსენებათ.